გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხია გვარამიამ მოაწერეს ხელი. ახალი დოკუმენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 15 ნოემბერს დადებული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში გაფორმდა და მხარეებს შორის ურთიერთობების განვითარებას, ახალგაზრდა თაობის განათლებისადმი ხელშეწყობას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია ის, რომ ის პრაქტიკული ცოდნა და პრობლემები, რომელიც არის იუსტიციის დეპარტამენტში, სტუდენტების მიერ იქნება გაზიარებული, სათანადოდ ათვისებული, თეორიულად გადამუშავებული და პრაქტიკულად იქნება ნაყოფიერი. ანალოგიური ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა საჯარო სამსახურთან. იუსტიციის დეპარტამენტთან ამ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ეს არის უფრო ვიწრო, იურიდიულ სფეროში თანამშრომლობა, ეს არის საქმის წარმოებიდან დაწყებული, კანონპროექტის მომზადებით დამთავრებული, რომელშიც აქტიურად იქნება ალბათ გამართული ჩვენ შორის თანამშრომლობა. ამით სტუდენტებიც მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულად უფრო რეალიზებული იქნება მათი საქმიანობა. იუსტიციის დეპარტამენტი იღებს ვალდებულებას, რომ სასწავლო პრაქტიკა გაიარონ იუსტიციის დეპარტამენტში. ამავდროულად ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა სილაბუსის პრაქტიკულ შემუშავებაში. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთს ყოველთვის ყავდა წარჩინებული იურისტები, იყო ძალიან ძლიერი იურიდიული სკოლა. არ გვინდა რომ მოხდეს წყვეტა ახალ თაობასა და ძველ თაობას შორის, ამიტომაც ეს ნაბიჯი არის სწორედ ამისთვისაც გადადგმული, რომ იყოს ასთა გასცლა, გამოცვლა, გავიზიაროთ ახალგაზრდების მოსაზრებები ამ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ამავდროულად გავიზიაროთ მათი მოსაზრებები თვითონ სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობაში რეორგანიზაციები, დახვეწას ითხოვს რიგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა. აქედან გამომდინარე ამ ღონისძიებებშიც მიიღებენ ისინი მონაწილეობას. სასწავლო პრაქტიკა იქნება 1 თვიდან ალბათ 2 თვემდე. გაეცნობიან ზოგადად იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობას პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე ჩაებმებიან იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობაში. მემორანდუმის გაფორმებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სასწავლებლის წარმატებული სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ეს დღე ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საშუალებითაც ჩვენი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გვეძლევა საშუალება პრაქტიკული ცოდნა მივიღოთ და შესაბამისად ჩვენც როგორც იურისტები დავიხვეწებით. დღეს მოხდა აფხაზეთის მთავრობას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტისათვის, ვინაიდან ჩვენ უშუალოდ შეგვეძლება მონაწილეობა მივიღოთ მთავრობის საქმიანობაში, ამასთან რესურსების გამოვლენაც მოხდება და პერსპექტივა გაჩნდება სტუდენტში და უფრო მეტი мотивация სწავლისა, ვინაიდან ჩვენ თეორიული ცოდნით შეგვეძლება მივიღოთ მეტი პრაქტიკული განვითარება.